7 პუნქტი იმისთვის, რომ ვიდეოებით პირველი 1000 ლარი გამოიმუშაო. ვისაუბრებ სწრაფად, ყურადღებით მომისმინე. პირველი, გაწერე ბლოგის კონცეფცია და სტრატეგია. ანუ ვინ უნდა იყოს შენი გამომწერი და რაზე უნდა ისაუბრო ამ ვიდეოებში. რომ შენი გამომწერები კმაყოფილები დარჩნენ. მეორე, მუდმივად იპოვე ახალი იდეები შენი ვიდეოს სცენარისთვის. ამაში უცხოელი კონკურენტების ანალიზი დაგეხმარება. მესამე, მოამზადე გეგმა და გადაიღე ვიდეო ტელეფონით. მეოთხე, შეცვალე კადრი ყოველ 3 წამში მაინც, რომ მაყურებელს არ მოაბეზრო თავი. მეხუთე, თუ არ გაქვს საკუთარი პროდუქტი, ბიზნესი ან სერვისი, შესთავაზე ვიდეოების გადაღება სხვა კომპანიებს და ამაში აიღე ანაზღაურება. მეექვსე, თუ არის იდეები, სად იპოვო, გამოიყენე ხელოვნური ინტელექტი ან როგორც გითხარი, გაანალიზე კონკურენტები. და მეშვიდე, დაასრულე ვიდეო call to action-ით. ანუ შენთვის სასარგებლო მოქმედებით. მაგალითად, მე ვასწავლი ადამიანს, როგორ შექმნას ხარისხიანი კონტენტი სოციალურ ქსელებში. ჩემი ვიდეოს call to action-ია, თუ გინდა ისწავლო კონტენტის შექმნა და მოიზიდო მეტი მაყურებელი და კლიენტი, მომწერე პირადში გასაუბრებისთვის. თუ ჯერ კიდევ არ გაგივლია ჩვენი კურსი კონტენტ კრეატორი 14 დღეში და რეკლამის გენიოსი 30 დეკემბრის ღამის 11 საათამდე ვრცელდება 77%-იანი ფასდაკლება. ყველა დეტალისთვის მოგწერე პირადში.